ქართული ოცნება არ აპირებს ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას დაკარგავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ არის ეგზისტენციალური საკითხი მოქალაქეები ევროპაში ვიზით სწავლენ თუ უვიზოთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. ოცნება არ განიხილავს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის და ეგრეთ წოდებულ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, რითაც ვიზა ლიბერალიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს. კობახიძე ევროკომისიის მოთხოვნებს შანტაჟს უწოდებს. ევროკავშირს კი საბჭოთა კავშირს ადარებს. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ეს რა თქმა უნდა მაგას ნიშნავს, რომ შენ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ მშვიდობის დაკარგვას. დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანია. რასაც ვთავაზობენ, რომ მშვიდობა უნდა დაგვირღვიონ, სტაბილურობა უნდა დაგვირღვიონ, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ამიტომ როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, ბუნებრივია შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს. კობახიძე ჟურნალისტებმა კითხეს კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაზე. ოცნების პრემიერი მიანიშნებს, რომ აქვს ეჭვები ყოფილი თანაგუნდელების ნაწილზე, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს. კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ოცნების ზოგიერთი ყოფილი წევრი ლევან ხაბეიშვილს და ნოდარ მელაძეს ყოველთვიურად აფინანსებდა. მე იმიტომ არ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმპციას ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ. სადაც იქნება საფუძვლიანი ეჭვი, იმედი მაქვს, რომ ყველგან დაიწყებს. საფუძვლიანი ეჭვი არ გაქვთ? მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ძირითადი ოპოზიციური ძალის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. ოცნების პრემიერი ამბობს, რომ მათ შორის იქნებიან ლელო ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის. კობახიძის თქმით, ისინიც ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაცმოძრაობას მიეკუთვნებიან და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გამო ოცნება მათი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.